მიულოცავ ყველა სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად მიდიან, ეს იქნება ბაღები, სკოლები თუ უმაღლესი სასწავლებლები და უსურვებ წარმატებას და ყველაფერს საუკეთესოს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, მათი ეს მოგზაურობის დასაწყისი და მოგზაურობა იყოს ბევრად უფრო უსაფრთხო და ამაში თავისი როლი აქვს თითოეულ ჩვენდაგანს, როგორც მთლიან საზოგადოებას, ასევე სკოლებს, ბაღებს და სამედიცინო, ასე ვთქვათ, სისტემასაც. ზოგადად აღნიშნავ, რომ შემოდგომის პერიოდში სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ვირუსული და არავირუსული ინფექციების ცირკულირება იზრდება. ეს პირველ ეტაპზე ეხება, ვთქვათ, ინფექციებს, რომლებიც იწვევენ გასტროენტერიტს ან ასე ვთქვათ, ნაწლავურ დაავადებებს, ხოლო ცივ პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად საყურადღებოა გრიპი და გრიპის მსგავსი, ასე ვთქვათ, რესპირაციული ინფექციები. მათგან პრევენციაში ძალიან დიდი როლი აქვს, ასე ვთქვათ, ჰიგიენური ნორმების დაცვას. და ყველაზე მარტივი, რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, ეს არის ხელების დაბანა საპნით და თბილი წყლით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ, როგორც ასე ვთქვათ, ბავშვის აღზრდაში აი ამ უნარჩვევების ჩამოყალიბება, ასევე ის, რომ სკოლაში იყოს საშუალება, რომ ბავშვებმა დაიცვან ეს ჰიგიენური ნორმები, დაიბანონ ხელები და ამით მოვახდინოთ პრევენცია საკმაოდ ბევრი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციის გავრცელების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ერთი. მეორე, მნიშვნელოვანია თვითონ ზედაპირების სწორი დამუშავება, ანუ ეს უკვე ეხება სკოლას და ზოგადად საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, დაწესებულებებს, რომ ჰიგიენური ნორმები იყოს კარგად დაცული, ვთქვათ, და ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისი იმის, რომ ხელი არ შეეწყოს დაავადების სწრაფ გავრცელებას. კიდევ ძალიან აქტუალურია ის, რომ გავიაზროთ ზოგადად საზოგადოებამ ერთი რამ, რომ ინფექცია არის გადამდები დაავადება, როგორც წესი და თუ ჩვენს ბავშვს, შვილს აღენიშნება, ან ზოგადად მოზარდს აღენიშნება სიმპტომები, განსაკუთრებით რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი. ეს არის, ვთქვათ, ხველა, ყელის ტკივილი, ცემინება, ტემპერატურის მატება, ვთქვათ, კონიუნქტივიტი, ასე დროს მოვარიდოთ თავშეყრის ადგილებს და სასწავლო დაწესებულებებს, იმიტომ რომ ძალაუნებურად შეიძლება ბავშვი გახდეს დაავადების გამავრცელებელი. და ეს დაავადებები, როგორც წესი, შესაძლოა მსუბუქად წავიდეს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით რისკ ჯგუფის მქონე ბავშვებში შეიძლება წავიდეს მძიმედ. ამიტომ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ თქვათ, აი ამ ღონისძიებებს არ გავატარებთ და მაინც ასე თქვათ, სიმპტომების მქონე ბავშვს გავუშვებთ ბაღში ან სკოლაში, ეს ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელებას. ასევე კიდევ ერთი რაზეც მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის ვაქცინაციის საკითხი. აუცილებელია, რომ ბავშვთა ასაკში, ასე ვთქვათ, იმ ბავშვებში, ვისთანაც არ არის უკუჩვენება, სრულფასოვნად იყოს ჩატარებული ვაქცინაცია იმ კალენდრის მიხედვით, რაც არის ჩვენ ქვეყანაში დამტკიცებული. ამიტომ ესე კომპლექსურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ანუ პირველ რიგში ჰიგიენური ნორმების დაცვა და ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, ხელების ჰიგიენა, დაბანა, მისი, ასე ვთქვათ, გამდინარე წყლით, თბილი წყლით და საპნით დამუშავება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, საზოგადოების, ასე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლება, რომ თუ ბავშვს აქვს სიმპტომები, მოვარიდოთ მას, ის მოვარიდოთ სხვა ბავშვებთან კონტაქტს, რათა და ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. მესამე, თვითონ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის ისე მოწყობა, რომ რაც შეიძლება და ზედაპირების დამუშავება, ისე რაც შეიძლება ნაკლები რისკი იყოს სხვადასხვა ინფექციების გავრცელების, ეს ეხება როგორც ვთქვათ, ნაწლავურ ინფექციებს და ვირუსულ ინფექციებს, ასევე რესპირაციულ ინფექციებს. მეოთხე, აუცილებელია ვაქცინაციის სრულფასოვნად ჩატარება, კალენდარულ ვაქცინაციას გულისხმობ, რათა ვთქვათ, იმ ინფექციებისგან, რომლებიც პრევენციაც ვაქცინებით ხდება, ვიყოთ დაცულები. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ბავშვებში აღმზრდელობითი, ასე ვთქვათ, ამ კუთხით აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება, რომ ბავშვს აუხსნათ, რომ მას თუ ექნება გარკვეული სიმპტომები, ხელის ტკივილი, ხველა, ვთქვათ,
ან სხვა ზოგადი სიმპტომები, აუცილებლად დროულად მიაწოდოს ეს ინფორმაცია ან მასწავლებელს, ან მშობელს, რათა თქვა გატარებული იქნეს შემდეგ ის ღონისძიებები, რაც აუცილებელია და მოხდეს ამ ბავშვის, ასე ვთქვათ, სწორი კვლევა, მდგომარეობის შეფასება და ამით დავიცვათ როგორც ბავშვის ჯანმრთელობა, ასევე სხვა მისი გარშემო მყოფების ჯანმრთელობა, რათა არ მოხდეს დაავადების გავრცელება.